შეიძლება თუ არა ორსულისათვის სოლარიუმი. ორსულისათვის სოლარიუმი რეკომენდირებული არ არის გამოკვლევებით და ამისათვის რამოდენიმე მიზეზი არსებობს. გადახურების რისკი. ორსულობის დროს სხეული მგრძნობიარეა ტემპერატურის ცვლილებებზე. სოლარიუმში კი მაღალმა ტემპერატურამ და სხეულის გადახურებამ შესაძლებელი არის იმოქმედოს ნაყოფის განვითარებაზე, განსაკუთრებით პირველ ტრიმესში. პიგმენტაციის გაუარესება. ჰორმონალური ცვლილებების გამო ორსულს ხშირად უჩნდება მელაზმა, მუქი ლაქების სახეზე. ულტრაიისფერი გამოსხივება განსაკუთრებით სოლარიუმში ამ ლაქებს კიდევ უფრო აძლიერებს. კანის მომატებული მგრძნობელობა. ორსულობის დროს კანი შედარებით უფრო მგრძნობიარე ხდება და უფრო ადვილად რეაგირებს გამაღიზიანებლებზე. ამიტომ სოლარიუმმა შესაძლებელი არის გამოიწვიოს კანის სიწითლე და გაღიზიანებადობა, ასევე დამწვრობა. და ბოლოს, კვლევები სოლარიუმზე ორსულობის დროს ზუსტდასკვნებს ვერ აკეთებს. ამიტომ გინეკოლოგიური რეკომენდაცია ასეთია. თუ ზუსტად არ ვიცით, რომ გარკვეული ქმედება უსაფრთხოა ორსულობის დროს, უმჯობესია თავი შევიკავოთ.